ტომაჰავკების საგა დასრულებულია, რა იქნება შემდეგ პუტინის ზარი ტრამპთან და ზელენსკი ვაშინგტონში. ბუდაპეშტის შეხვედრის მოლოდინი და რა თქმა უნდა ბოლო ცნობები ფრონტიდან. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი, დღეს 18 ოქტომბერია 2025 წელი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1322 დღე გავიდა, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში, მით უფრო რომ სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა არასრული 24 საათია გასული მას შემდეგ რაც ზელენსკის ვიზიტი დასრულდა ვაშინგტონში, ყოველ შემთხვევაში ტრამპთან შეხვედრის ნაწილი. თუმცა მანამდე ტრადიციული მადლობა არხის გამომწერებს თქვენ, ვინც მუდმივად უყურებთ ჩემს ვიდეოებს, ალაიქებთ მას, აქტიურობთ კომენტარებში, გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებებს. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ეს მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც დონაციას ეწევა არხზე, ნებისმიერი თანხა ჩარიცხული ეხმარება არხის განვითარებას და შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე თანხა გროვდება ხმის სისტემის და ზოგადად ტექნიკური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად და ანგარიშის ნომერი აღწერაშია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ამის სრული აქვს შეუძლია დონაცია. თქვენ კი, ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ასეთ შეგიძლიათ დამეხმაროთ, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ ისინი თქვენ სოციალურ ქსელებში, გაუზიარეთ მეგობრებს, დაალაიქეთ ვიდეო, იაქტიურეთ კომენტარებში, ეს არხს განვითარებაში დაეხმარება. მაშინ ასე დავიწყოთ, დასრულდა ტომაჰავკების საგა, ასე ვთქვათ, და მე ჩემს ერთგულ მაყურებელს ემახსოვება, რომ წინა ეპიზოდში ვთქვი, რომ ტომაჰავკები სავარაუდოდ იქნებოდა ბლეფი ტრამპის ხელში და მოდი ახლა განვიხილოთ რა მოხდა. პირველ რიგში ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე უკრაინას უარი ეთქვა ტომაჰავკების გადაცემაზე. თუმცა მიუხედავად ამისა, შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ, ასე ვთქვათ, პოზიტიურად, ასე შეაფასეს ყოველ შემთხვევაში მხარეებმა. მინიმუმ ის, რომ ოვალური კაბინეტი თებერვლის არ განმეორდა, უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ წარმატებაც კი არის იმ პირობებში, ახლა მსოფლიო პოლიტიკას უწევს ყოფნა. მოდი დავიწყოთ თავიდან და დავიწყოთ ალიასკას სამიტით, საიდანაც მხარეებმა საერთოდ ვერაფერი ვერ მიიღეს, მხოლოდ პუტინმა გაარღვია დიპლომატიური იზოლაცია და მოიგო დრო ომისთვის. ამის შემდეგ ჩვენ ხედავდით, რომ ტრამპი თითქოს გადგა განზე და საერთოდ ვეღარ ხედავდით ვეღარც ულტიმატუმებს, რომ აი ორ კვირაში თუ არ დაამთავრებთ ომს და მშვიდობა არ იქნება, მე ნახეთ რას ვიზამთ. არ იყო ყოველდღიური განცხადებები, ყოველ შემთხვევაში შედარებით გვერდზე იყო გაწეული, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა და მთელი მისი ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთზე იყო გადართული და როგორც ნახეთ, იქ წარმატების მიღწევის შემდეგ ისევ უცბად ჰაერში ჩამოეკიდა ტომაჰავკების თემა. მე შეგახსენებთ, ვისაც არ ახსოვს, რომ ტომაჰავკები პირველად გაჟღერდა აი ამ ომის, ასე ვთქვათ, კონტექსტში დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც ზელენსკი მიმართა ამერიკელებს ტომაჰავკების გადაცემის სურვილით და მაშინ ამერიკელებმა ძალიან ცალსახად და მკაფიო უარი უთხრეს და ამის შემდეგ გადის გარკვეული პერიოდი და ახლა ისევ არსაიდან ჩნდება ტომაჰავკების თემა. და ჩნდება ეს არა უბრალოდ ცალკეულ საუბრებში, არამედ საინფორმაციო კამპანია, მთელი ცუნამი და ქარიშხალია ტომაჰავკების გარშემო ატეხილი. მიმდინარეობს განსჯა თუ რამდენს გადაცემენ, როგორ გადაცემენ თუ არა, რომელი მოდიფიკაციის ტომაჰავკებს გადაცემენ. მეტიც შეიქმნა ისეთი გარემო, როგორიც იქნება ხოლმე ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინამ უნდა მიიღოს რაღაცა ახალი დასავლური დახმარება. შეგახსენებთ, რომ ყოველ ჯერზე ხდება ესეთი საინფორმაციო კამპანია, იწყება მსჯელობა რა მოხდება, მოახდენს თუ არა ეს ომის ესკალაციას, როგორი პასუხი ექნება რუსეთს ამ ყველაფერზე და შემდეგ უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს იარაღი უკვე გადაცემული არის უკრაინისთვის. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო ტომაჰავკებთან დაკავშირებითაც. მათ შორის გაჩნდა უკვე იმ დონის ტექნიკური დეტალების განხილვა, როგორიც იყო თუ საიდან მოხდებოდა ტომაჰავკების გასრულა, რადგან საზღვაო ბაზირების გამშვებები უკრაინას არ გააჩნია, ხოლო სახმელეთო თვითონ ამერიკას აქვს საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით და ამიტომ ეს გაუგებრობა იყო დარჩენილი, თითქოს ეგეთი ილუზია იხატებოდა. თუმცა, როგორც გითხარით, მე ჯერ კიდევ წინა ეპიზოდში ვთქვი, რომ ეს გარკვეული ბლეფს გავდა და ახლა ვეცდები აღხსნა თუ რატომ. და რატო ახსენეთ თავში ალიასკას სამიტი? იმიტომ რომ ალიასკას სამიტის შემდეგ ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინმა ის გააცურა
რადგან პრაქტიკულად ყველაფერი შესთავაზა მანამდე ტრამპმა პუტინს და მიუხედავად ამისა ვერაფერი ვერ მიიღო და ასე ვთქვათ, ისეთი ნარცისი ადამიანისთვის, როგორიც ტრამპია, საკმაოდ უსიამოვნო არის შეგრძნება, როდესაც შენ თვითონ თავად აცნობიერებ, რომ ვიღაცამ მოგატყუა, სწორედ ამიტომ მთელი ეს კამპანია იყო დაგეგმილი და იწარმოებოდა იმისთვის, რომ პუტინისთვის ეჩვენებინა თავისი ადგილი და ყველასთვის ეჩვენებინა, ვინ არის აქ დიდი ბიძია. შესაბამისად დაიწყო ეს ვერბალური ესკალაცია და ვერბალური ესკალაცია ეხებოდა იმას, რომ მზად იყო თითქმის გადაწყვეტილი ქონა მიღებული, რომ ტომაჰავკები მიეცა უკრაინისთვის, რამდენიმე კითხვა იყო მხოლოდ დარჩენილი, აი ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდა და ეს ძალიან გავდა იმ წინაპირობებს, თუ როგორ აპირებდა ტრამპი 24 საათში ამ ომის დასრულებას. შეგახსენებთ, რომ როდესაც მისი მეორე ვადის პირველ კვირებში, ასე ვთქვათ, ტრამპს ჰქონდა ესეთი მიდგომა და ის ასე ხედავდა ოქროს გამოსავალს ამ ომის დასასრულებლად, რომ თუ კი უკრაინა იტყოდა ვარს სამშვიდობო წინადადებაზე, უკრაინას შეუწყვეტ და შეიარაღებას, თუ კი რუსეთი იტყოდა ვარს სამშვიდობო შეთანხმებაზე, მაშინ ისეთ შეიარაღებას მიცემდა ასე ვთქვათ, უკრაინას, რომ ამას რუსეთი ინანებდა. აი ამ მოცემულობის, ასე ვთქვათ, პუტინს ჩემი აზრით არასდროს არ სჯეროდა, პუტინს არ სჯეროდა, რომ ტრამპი მზად იყო, გადაეცა უკრაინისთვის რაიმე ისეთი ტიპის შეიარაღება, რომელიც სერიოზულ დარტყმებს მიაყენებდა რუსეთს, შესაბამისად იქცეოდა ის, როგორც იქცეოდა. მან ყოველ ჯერზე მოახერხა ესკალაციის სპირალიდან გამოძრომა, როდესაც ტრამპი რაღაც გარკვეულ ვადებს აძლევდა მშვიდობისთვის, ის ყოველთვის ხან სატელეფონო ზარით, ხან ალიასკაზე ჩასვლით ახერხებდა აქედან გამოძრომას და დროის მოგებას. შესაბამისად, ახლა ტრამპმა გადაწყვიტა, რომ აი ეს თამაში წამოეწყო და აი მისი რიტორიკა და რიტორიკის ესკალაცია სულ უფრო მეტი მკაფიოობა იმის შესახებ, რომ მზად იყო გადაეცა ტომაჰავკები უკრაინისთვის, პუტინს უქმნიდა განცდას, რომ რამე ხომ არ შეიცვალა და მართლა ხომ არ აპირებს ტრამპი უკრაინას გადასცეს ტომაჰავკები. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად რუსების და კრემლის პოზიცია იყო ისეთ, რომ დიდი ამბავი ახლა ტომაჰავკებს თუ მიცემს უკრაინას, ამითი არაფერი არ შეიცვლება და ეს იყო იმ წერტილამდე, სანამ კრემლში ფიქრობდნენ, რომ ტრამპი ბლეფაობს. მაგრამ როგორც კი ამ ტრიუკზე, ასე ვთქვათ, არ წამოეგო ტრამპი და თავისი ეს ვერბალური ესკალაცია გააძლიერა, გააგრძელა, გააღრმავა და სულ უფრო მოგეუბნებით უკვე იმ დონეზე იყო განხილვები მისული, რომ აი საიდან გაისვრიან ტომაჰავკებს უკრაინელები, თითქოს უკვე მათ შორის იყო რაღაცა ინსაიდერული სპეციალურად გაჟონილი, ასე ვთქვათ, ინფორმაციები, თითქოს უკვე კიევში არის ტომაჰავკები და ასე შემდეგ და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი კრემლში დაიჯერეს. ტრამპმა, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი აჭამა კრემლს და იძულებული გახადა პუტინი კიდევ დაიწყო მოქმედება და ამჯერად უკვე თუ კი წინა ჯერზე ყოველთვის ტრამპი იყო დაინტერესებული თუნდაც სატელეფონო საუბრებში, ახლა უკვე და ეს დაადასტურა ყველა მხარემ, თვითონ პუტინის ინიციატივით შედგა სატელეფონო საუბარი ტრამპთან და ეს სატელეფონო საუბარი შედგა ზუსტად რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ჩავიდოდა ზელენსკი ვაშინგტონში და იმ დროს, როდესაც უკრაინული დელეგაცია უკვე იმყოფებოდა ვაშინგტონში და გარკვეულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ანუ პუტინი ბოლო წამამდე ფიქრობდა, დაეჯერებინა თუ არ დაეჯერებინა ტომაჰავკების ისტორია, მაგრამ ბოლოს მაინც როგორც ჩანს დაიჯერა, რადგან უკრაინული დელეგაცია უკვე ამერიკაში იყო, მართავდა ორმხრივ შეხვედრებს, ზელენსკი გზაში იყო და ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ზელენსკი ვაშინგტონიდან ტომაჰავკებს წამოიღებს და ამიტომ, ასე ვთქვათ, ნერვებმა უტყუნა პუტინს და დაურეკა ტრამპს. პრინციპში შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომ მე რა ეხა ამითი რა შეიცვალა, ხო? უკრაინისთვის თუნდაც. უკრაინისთვის არაფერი არ შეცვლილა, უკრაინა აგრძელებს ომს ყველა იმ ხელმისაწვდომი შეერაღებით, რომელიც მას გააჩნია, რაც უფრო მეც მიიღებს, მისთვის უკეთესია, ამიტომ კი ცალსახად, ასე ვთქვათ, ტომაჰავკები ახლა ვერ მიიღო უკრაინამ, თუმცა არც დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, როგორც, ასე ვთქვათ, მხარეები ამბობენ, მათ შორის ამერიკული მხარეც. მაგრამ ამ შემთხვევაში ტრამპმა დაიკმაყოფილა თავისი ეგო, პუტინს მიუჩნდა თავისი ადგილი და ეს იყო პასუხი ალიასკას უშედეგო სამიტზე, ასე ვთქვათ. და ამ 2 საათნახევრიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ
ჯერ ამერიკული და რუსული დელეგაციები შეხვდებიან ერთმანეთს და შემდეგ უკვე ბუდაპეშტში შეხვდება ტრამპი პუტინს. ჩვენ სხვა დეტალები არ ვიცით, თუ რაზე ისაუბრეს ამ შეხვედრაზე 2 საათნახევრის განმავლობაში, თუმცა ვიცით ერთი დეტალი, რაზეც ასე ვთქვათ არ ისაუბრეს. და ეს არის დაბადების დღე, პუტინის დაბადების დღე. ტრამპმა პუტინს დაბადების დღე დაგვიანებითაც არ მიულოცა. არ ვიცი რამდენად გახსოვთ, მაგრამ 7 ოქტომბრის შემდეგ რამდენიმე დღეში პესკოვმა თქვა, რომ ტრამპს არ მიულოცია პუტინისთვის დაბადების დღე და ეს დარწმუნებული ვარ კრემლში უფრო მეტად საწყენია იმ ფონზე, როცა ლუკაშენკოს წერილი გაუგზავნა და შესაკრავები აჩუქა, ასე ვთქვათ, ოქროს შესაკრავები გაუგზავნა ლუკაშენკოს. ამის შემდეგ უკვე როგორც ვთქვით, პესკოვმა თქვა, რომ არ მიულოცია ტრამპს დაბადების დღე და აი ამ ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგაც კრემლის ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა კითხვა დაუსვა რუსულ დელეგაციის წარმომადგენლებს, რომ სატელეფონო საუბრისას თუ მიულოცა ტრამპმა პუტინს დაბადების დღე და დიდი ხანი გავიდა უკვე ოქტომბრის მერე არ გვეცალა მაგაზე სალაპარაკოთო, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები იყო, ანუ 2 საათნახევრის განმავლობაში ვერ ჩააკვეხა ტრამპმა სიტყვები, რომ ვოვა გილოცავ დაბადების დღეს. კაი, ეს გადავდოთ, არ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამბავი. ეხლა გადავიდეთ ბუდაპეშტზე და რა შეიძლება მოხდეს ბუდაპეშტში. თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილასაც გხოთ, რომ გამოვიწეროთ არხი, თუ ჯერ ვიდეო არ გილაიქებიათ, დაალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ეს YouTube-ის ალგორითმს მიანიშნებს იმაზე, რომ სხვა ადამიანებსაც შესთავაზოს ეს ვიდეო საყურებლად. გადავიდეთ ბუდაპეშტზე, რა ჯერ პირველ ეტაპზე უკვე გაჩნდა კითხვის ნიშნები, როგორ უნდა მოხდეს პუტინის ჩასვლა ბუდაპეშტში, იქიდან გამომდინარე, რომ უნგრეთი არის რომის სტატუტის წევრი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჰააგის მიერ გაცემული სანქცია პუტინზე უნდა ამოქმედეს და ის უნდა დააკავონ, რადგან შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის პუტინი ომის დამნაშავედ არის გამოცხადებული და ჰააგას გაცემული აქვს სანქცია ამის დაკავებაზე. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ რაღაცა გამონაკლისები ამ შემთხვევაში არის ხოლმე, სწორედ ამიტომ არის უსიამოვნო ფაქტი, როდესაც ამერიკის ლიდერიც ისევე უყურებს საერთაშორისო სამართალს, როგორც რუსეთის ლიდერი. ჩვენ ვიცით, რომ პუტინისთვის სულ ერთია საერთაშორისო სამართალი, სულ ერთია საერთაშორისო წესრიგი, მას ასე ვთქვათ, მისი ხედვა აქვს ძალის დემონსტრირების და ეს ის შემთხვევა, როდესაც თანხმდრაშია ტრამპის ხედვები ამ ყველაფერთან, შესაბამისად უნდა ვიფიქროთ, რომ აი ეს რაღაცა პროტოკოლური ნაწილი მოგვარდება, მით უფრო რომ გავრცელდა სავარაუდო მარშრუტი, როგორც ჩაფრინდება ასე ვთქვათ პუტინი უნგრეთში და არა მოკლედ ევროპაზე გავლით, არამედ აღმოსავლეთიდან, შემდეგ სამხრეთით, თურქეთის გავლით უკვე ავა, ასე ვთქვათ, აი ამ ტრაექტორიით და მის ესკორტირებას თურქული ავიაგამონადგურებლებიც გააკეთებენო, როგორც ამბობენ, თუმცა მოდი გადავდოთ ეს ლოჯისტიკური საკითხები გვერდზე. გაუგებარი რჩება, რაზე უნდა შეთანხმდნენ, ილაპარაკონ ბუდაპეშტში. რატომ რჩება გაუგებარი? აქვე ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი ალბათობით რაზეც შეიძლება იქ რაღაცა შეთანხმება იყოს, ეს არის თუნდაც აი ეს უკრაინელი ბავშვების დაბრუნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მელანია ტრამპსაც ჰქონდა სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის პირველ ლედის განცხადებები, რომ ამ მიმართულებით წინსვლა არის, მათ შორის რუსეთშიც გაკეთდა მსგავსი ტიპის განცხადებები, ასე რომ შესაძლოა ბავშვების დაბრუნებაზე ან რაიმე ტიპის სხვა ჰუმანიტარულ პროცესებზე ძვრა იყოს. თუმცა გლობალურად ომის შეჩერების კუთხით გარდაუვალი არ ჩანს რაიმე გამოსავალი. რატომ არ ჩანს ახლა? ზელენსკის ვიზიტის ასრულების შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ მხარეებმა უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც ახლა არიან, შეწყვიტონ ომი, ორივემ გამოაცხადოს თუ უნდა თავი გამარჯვებულად, მე ამას ისტორია განსჯის, ახლა მთავარია მკვლელობები სისხლისღვრა შეჩერდეს. ანუ დაახლოებით ამ იდეით და წინადადებით ჩადის ბუდაპეშტში ტრამპი.
რადგან როგორც ის ამბობს, ზელენსკისაც ეს უთხრა და პუტინსაც ეს უთხრა. ზელენსკი ამბობს, რომ ის თანახმა ამ მშვიდობაზე და ველოდებით რას იტყვის პუტინი. რატომ გონია, რომ არაფრის მომცემი არ იქნება ბუდაპეშტის შეხვედრა, ისევე როგორც თუნდაც ალასკაზე შეხვედრა. ტრამპმა პუტინს უკვე შეთავაზა ნებისმიერი შესაძლო ვარიანტები, რაც პუტინისთვის მომგებიანი იქნებოდა და ამასთან ამერიკასაც არ შეარცხვენდა, ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის პირადად ყირიმის იურიდიული აღიარება ამერიკის მხრიდან საკმაოდ არასწორი ნაბიჯი ჩანს, თუმცა ტრამპი მზად იყო, შეგახსენებთ, რომ ეღიარებინა ყირიმის იურიდიული სტატუსი. გაყინულიყო დანარჩენ ფრონტი ისე, როგორც არის შეხების წერტილებში. რუსეთს სამაგიეროდ მოიხსნებოდა ყველა სანქცია, რომელიც ჰქონდა. აღდგებოდა ამერიკასთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. ანუ ეს პაკეტი, ასე რომ შევხედოთ, უფრო მეტად რუსეთს აწყობს, ვიდრე უკრაინას. უკრაინა კი სახელმწიფოებრებას გადაირჩენდა, კი იქ ომი შეწყდებოდა. თუმცა ყირიმის იურიდიული აღიარება ამერიკელების მხრიდან ალბათ წარმოგიდგენიათ რა პროცესებს გამოიწვევს სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ თავად უკრაინა იძახდა, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში ამ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის იურიდიულ სტატუსს არ ვცნობთ. არც არავინ თხოვდა უკრაინას ამას, ანუ პირობა ასეთი იყო, რომ ამერიკა აღიარებდა და უკრაინა აღიარებდა თუ არ აღიარებდა. უკრაინას დე ფაქტო მოუწევდა აი ამ მოცემულობის აღიარება, ხო? შესაბამისად, ეს წინადადება ტრამპის გადმოსახედიდან და ზოგადადაც რო შევხედოთ, პუტინისთვის უფრო მისაღები და მომგებიანი უნდა ყოფილიყო, ვიდრე უკრაინისთვის. თუმცა ესეც უარყო პუტინმა და უარყო, იმიტომ რომ მისთვის ეს არ არის საკმარისი, მისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია უკრაინას ფლობდეს სრულად. აქ არ არის საუბარი მაინც და მაინც იმაზე, რომ უკრაინა შეიერთოს, როგორც თქვათ, ზაპოროჟიე, უკრაინის ერთ-ერთი ოლქი, დონეცკი, ლუანსკი და ხერსონი და ყირიმი გაიფორმა კონსტიტუციით რუსეთის ტერიტორიად, ხო? არა, მისთვის აბსოლუტურად საკმარისი იქნება ბელარუსიზაცია უკრაინის, სადაც მიბმული არის მთლიანად ბელარუსი რუსეთზე, დამოუკიდებლად პრაქტიკულად ვერ არსებობს, არანაირი სუვერენიტეტი მას არ გააჩნია, სუვერენულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და სწორედ ეს ჭირდება უკრაინისგანაც პუტინს, რომ იყოს სრულად მასზე დამორჩილებული. უკრაინელები, როგორც ეთნოსი, საერთოდ არ აღიარებს მათ არსებობას, ამბობენ, რომ ცოტა სხვანაირი რუსები არიან, უნდა ვინც დათანხმდება ამას, ის დარჩება უკრაინაში, ვინც არ დათანხმდება, ზოგს მოკლავენ, ზოგს გადაასახლებენ, ზოგს იძულებულს გახდიან გაიქცნენ უკრაინიდან. მოკლედ, ეს არის პუტინის სურვილი. და ტრამპი, როგორც დასავლური ცივილიზაციის შვილი, ასე ვთქვათ, ვერ ხვდება, რატომ ურჩევნია პუტინს ომი მშვიდობას, რატომ ურჩევნია განადგურება აღშენებლობას, რატომ ურჩევნია ომი ვაჭრობას, ხო? ყველაფერი ეს ტრამპისთვის ძალიან მისაღებია, მას უნდა ეკონომიკური განვითარება, ვაჭრობა, აი ეს doing business, რასაც ქვია და ვერ იგებს ამ ყველაფერზე რატო არ თანხმდება პუტინი. ვერ იგებს, იმიტომ რომ მათ ასე ვთქვათ ცივილიზაციური აცდენა აქვს და სხვადასხვა წარმოდგენა აქვს სამყაროს მოწყობაზე. პუტინს აქვს უტოპიური იდეა აღადგინოს საბჭოთა კავშირი და ამისთვის იბრძვის და ტრამპი ამას ვერ აანალიზებს. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, იმაზე მეტი რა უნდა შესთავაზოს ბუქარესტში რა ქვია, ტრამპმა პუტინს ბუქარესტში არა, ბოდიში, ბუდაპეშტში ტრამპმა პუტინს ვიდრე აქამდე შეუთავაზებია, რომ ამას ყველაფერს პუტინი დათანხმდეს, ხო? არ ვიცი, არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ იქ რაიმე სერიოზული შეთანხმება შედგება და ომი შეწყდება. მით უფრო რომ ბუდაპეშტი არ არის მაინც და მაინც სასიამოვნო მოგონება უკრაინისთვის. ჩვენ გვაქვს უკვე, ჩვენ რა, სამყაროს აქვს უკვე ბუდაპეშტის მემორანდუმი 1994 წელს ხელმოწერილი და ეს მემორანდუმი გულისხმობდა უკრაინისთვის ბირთვული არსენალის ჩამორთმევას და მისი უსაფრთხოების გარანტორები იქნებოდნენ რუსეთი, ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
იმ დროისთვის უკრაინა იყო მსოფლიოს ნომერ მესამე სიდიდით მესამე ბირთვული სახელმწიფო გამოდიოდა საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ, რაც დარჩა არსენალი უკრაინას და ბირთვული იარაღის გავრცელებლობის შეთანხმებით ეს ჩამოერთვა მას უარი თქვა ამ ასე ვთქვათ ბირთვული იარაღზე სამაგიეროდ რუსეთს, ამერიკას და ბრიტანეთს უნდა ყოფილიყვნენ გარანტორები მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტის, თუ კი ვინმე დაესხმებოდა თავს, ეს სამი ქვეყანა იღებდა თავის თავზე რომ დაიცავდა უკრაინას და ჩვენ რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ რომ სამი გარანტორიდან ერთ-ერთი უშუალოდ დაესხა თავს უკრაინას, ხოლო დანარჩენმა ორმა მხოლოდ ირიბი დახმარება გაუწია. კი, ამ ეტაპზე ეს ირიბი დახმარება საკმარისია იმისთვის, რომ უკრაინამ სუვერენიტეტი არ დაკარგოს, უკრაინამ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, თუმცა ეს არ არის იმ ტიპის დახმარება, რა ტიპის დახმარებას და რა ტიპის გარანტიაც ბუდაპეშტის მემორანდუმით უკრაინას აქვს მიღებული. შესაბამისად, ახლა ყველაზე დიდი უბედურება რაც შეიძლება მოხდეს ბუდაპეშტის აი ამ შეხვედრის შემდეგ არის რომ მივიღოთ ბუდაპეშტი 2, სადაც თითქოს ვიღაცები კიდევ უკრაინას რაღაცის გარანტორად დაუდგებიან და რუსეთის ასე ვთქვათ ყველა პირობას ტრამპი უპირობოდ მიიღებს და პუტინის პირობები შეგახსენებთ არის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ნატოს არ გაფართოება, ანუ ზელენსკის ხელისუფლების გაშვება, უკრაინული არმიის განიარაღება და უკრაინისთვის სუვერენული უფლებების წართმევა აირჩიოს თავად რომელ ალიანსებში გაწევრიანდება, ამ ეტაპზე ნატოზე არის საუბარი და ამ ყველაფერს ზევიდან ემატება უკრაინის 4 რეგიონი, ლუჰანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და პლუს ავტონომიური რესპუბლიკა ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში. ეს იქნება ის კატასტროფა, რომელიც სამყარომ არ უნდა დაუშვას და იმედია არ დაუშვებს. იმედია უბრალოდ ისევ არაფრით არ დასრულდება ბუდაპეშტის შეხვედრა, უბრალოდ ეგოებს მოიფხანენ პუტინი და ტრამპი და ამ ყველაფერთან ერთად პუტინი კიდევ ცოტა მეტ დროს მოიგებს იმისთვის, რომ ომი გააგრძელოს. რაც შეეხება ომს, ომი გრძელდება და ახლა ჩვენ ნელ-ნელა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე იმაზე თუ რა ხდება ფრონტზე, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ კი ჯერ ვიდეო არ გაქვთ დალაიქებული, ახლა ძალიან გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო, ასევე კომენტარებში იაქტიუროთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობთ, თქვენი მოსაზრება როგორი არის და ასევე ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილოსად გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენს სოციალურ ქსელებში. ახლა გადავიდეთ სიტუაციაზე ფრონტზე, თუმცა მანამდე ერთი საინტერესო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, რომელიც ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა. ესე იგი, აი თქვენ ახლა ხედავთ ასე ვთქვათ ინფოგრაფიკას, ეს არის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების გადაცემა მიყიდვაც შეიძლება რუსეთისთვის და უკრაინისთვის. ყვითელი ხაზი არის უკრაინა და თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ 2001 წლიდან ხდება აი ამ უკაბელო არა, ბოდიში, ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებით მხარეების მომარაგება. აქ საქმე იმაში არის, რომ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი არ არის სამხედრო პირდაპირ სამხედრო დანიშნულების მასალა, ეს არის ყველას ჩვენ ვისაც სახში ინტერნეტი გვაქვს, სწორედ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით გვაქვს მოყვანილი და ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები გამოიყენება ახლა FPV დრონების სამართავად და თქვენ ხედავთ როგორი არის დინამიკა ჩინეთის მიერ მიწოდებული მხარეებისთვის. კიდევ ერთხელ ყვითელი არის უკრაინა, ლურჯი არის რუსეთი. ეს არის გამოსახული მილებში, ასე ვთქვათ, ამერიკულ საზღვარგარეთში და ჩვენ ხედავთ როგორ მკვეთრად იზრდება 2004 წლის შუიდან 2005 წლის 5 წლამდე რუსეთისთვის გაწეული დახმარება ამ კუთხით მიყიდული იყოს თუნდაც ეს კაბელები და როგორ მცირდება უკრაინის და რამხელა გარღვევა არის, ასე ვთქვათ, უცბად რუსეთის სასარგებლოდ 2025 წლის ბოლოსკენ, ანუ აი ახლა აი ამ ბოლო პერიოდში. ეს ჯამში არის, როგორც ხედავთ, 325 მილი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი. 325 მილი დაახლოებით 520,000 კილომეტრზე მეტია მოცემულობაში. ჩვენ ვიცით, რომ დრონები, ასე ვთქვათ, დაახლოებით 20-25 კილომეტრზე დაფრინავენ.
და ანუ თითო დრონს დაახლოებით ამ მანძილის და ამ სიგრძის ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელი ჭირდება. თუმცა კიდევ გავითვალისწინოთ რაღაცა გაუთვალისწინებელი ხარჯი, ასე ვთქვათ, ან იქ ადგილზე, საიდანაც მართვის პუნქტია, იქ საჭირო მარაგები და ჩავთვალოთ, რომ ერთ დრონს ჭირდება 30 კილომეტრის სიგრძის ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელი. გამოდის, რომ აი მხოლოდ ბოლო შესყიდვით თუ დახმარებით, არ არის დაზუსტებული ეს დახმარება თუ სავაჭრო ამბავი არის, მხოლოდ აი ამ ერთი მონაცემით, სადაც გამოდის, რომ 520.000 კილომეტრზე მეტი კაბელი მიცეს, 17.500 FPV დრონი მოიხმარა რუსეთმა, მხოლოდ აი ამ კაბელით. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რამხელა დარტყმებზე არის საუბარი და რამხელა ზეწოლაზე და ყველა თანხმდება, რომ უკრაინა ამ ეტაპზე ფრონტზე ამ FPV დრონების გამოყენებით უპირატეს მდგომარეობაშია. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინასაც ამ მხრივ საკმაოდ კარგად აქვს საქმე. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია აი ამ ოპტიკური ბოჭკოვან კაბელებს უკრაინა იღებს რომელიმე დასავლური ქვეყანა თუ თავად აწარმოებს, თუმცა ჩინეთის შემთხვევაში ჩვენ ნახეთ, რომ მათ ასე ვთქვათ პრაქტიკულად შეწყვეტილი აქვს ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელების გადაცემა. კიდევ ერთი მონაცემზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რომ ინფოგრაფიკასაც ახლა ხედავთ კადრში, ეს უკვე არის ჩინელების მიერ, ეს უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ მიყიდული არის, ეს არის ლითიუმის ელემენტები, ასე ვთქვათ და თქვენ ხედავთ, რომ რამდენად მაღალი არის რუსებისთვის მიყიდული ეს ელემენტები, უკვე ხედავთ, რომ 50 მილიონ ამერიკულ დოლარსაც გადააჭარბა ბოლო შესყიდვამ, ხოლო და ზარდია, ასე ვთქვათ, რუსეთთან მიმართებაში, ხოლო უკრაინასთან მიმართებაში კლებადი არის. ეს ლითიუმის, ასე ვთქვათ, ელემენტები საჭირო არის ისევ და ისევ დრონების სამართავად. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ FPV დრონებმა საკმაოდ, ასე ვთქვათ, სიტუაცია შეცვალა ფრონტზე, აქ უნდა გვესმოდეს ჩვენ რამხელა არის ჩინეთის წვლილი რუსეთის მხარდაჭერაში, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ პირველ ეტაპზე უკრაინა საგრძნობლად უპირატესი იყო ამ FPV დრონების გამოყენებაში და FPV დრონების მოქმედებით რუსეთთან მიმართებაში ფრონტის ხაზზე, თუმცა ნელ-ნელა რაც რო გადის, რუსეთი აბალანსებს ამ დისბალანსს და ჩვენ ხედავთ თუ საიდან მოაქვს ეს რესურსები, რუსეთს. ეხლა უშუალოდ ფრონტზე გადავიდეთ, ბევრი ცვლილებები, ასე ვთქვათ, ფრონტზე არ არის, თუმცა მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ, ასე ვთქვათ, გარემოებაზე და ეს ეხება Deep State-ის რუკებს. სულ არის მითქმა მოთქმა, რომ Deep State-ის რუკები აგვიანებს და არასახავს მოვლენებს ოპერატიულად. მე კი სულ გეუბნებით, რომ კი ეს მეტწილად სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ეს არ ხდება რომელიმე მხარის სასარგებლოდ, ასე ვთქვათ. და ახლა მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, სადაც თქვენ ამაში დარწმუნდებით. ამას დავარქვი ოლექსეევკის სანაცვლოდ ამ ვიდეოს და აი ახლა ნახავთ, აქ საუბარია ორ სხვადასხვა დასახლებაზე, ერთი არის დნეპროპეტროვსკში, მეორე არის სუმის ოლქში და ახლა ვიდეოზე ნახავთ რას უგულისხმობ. აი რას გულისხმობდი, ეს არის დნეპროპეტროვსკში ალექსეევკა, როგორც გითხარით და რუსები აი ამ კადრებზე დაფუძნებით, აუცილებლად აი ამ კადრებს, სადაც რუსული დროშები არის და ასე შემდეგ. და ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ალექსეევკაში თვითონ იმყოფებიან და კონტროლის ქვეშ აქვთ აღებული. თუმცა, როგორც ხედავთ, რუხ ზონაში აქვს Deep State-ს მოქცეული, რაც გულისხმობს, რომ არავინ არ აკონტროლებს ამას. თუ კი გადავალთ ჩრდილოეთით, სუმის ოლქში, იქაც არის ზუსტად იგივე დასახელების ალექსეევკა და ამ შემთხვევაში უკვე უკრაინელები, აი ამ ალექსეევკაში უკრაინელები ამტკიცებენ, რომ შევიდნენ და გაათავისუფლეს და აი ამ ტიპის კადრებს ავრცელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები. და მიუხედავად ამისა, ჩვენ ხედავთ, რომ Deep State-ს არ აქვს დაბრუნებული უკრაინელებისთვის დაბრუნებული, ასე ვთქვათ,
მონიშნა. შესაბამისად, როდესაც ვამბობ, რომ კი Deep State-ი შეიძლება აგვიანებდეს გარკვეული მონაცემების ასახვას, ჩვენ ახლა ცოცხლად პირდაპირ დღევანდელი თარიღის მონაცემებით დავადასტურეთ, რომ შეიძლება აგვიანებდეს, თუმცა აგვიანებს როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის შერაღებული ძალების მიმართ, იმიტომ რომ Deep State-ი ელოდება ბევრი სხვადასხვა წყაროს, ასე ვთქვათ, დასაბუთებას იმისთვის, რომ საბოლოო ცვლილებები გააკეთოს რუკაზე და შესაბამისად ამიტომაც ჩემთვის არის საკმაოდ ასე ვთქვათ სანდო ეს წყარო მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული არის და ეს ფაქტია, აი ხა გაჩვენეთ, რომ Deep State-ი არ ემორჩილება ამა თუ იმ შერაღებული ძალების მოთხოვნებს და განცხადებებს, ის ამ განცხადებებს ცნობად იღებს, რა თქმა უნდა, შემდეგ თავის პირად წყაროებთან, სატელიტო სურათებთან კომპლექსურად აჯამებს ინფორმაციას და ისე ასახავს თავის რუკებზე. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ არაერთ ეპიზოდში, ასე ვთქვათ, თქვენ გინახავთ ჩემს განხილვებში, ასევე რუსული წყარო, Slivochny Kaprizh, ესეთი რუკა არის, ასევე უკვე რუსული მხარის მიერ აწყობილი, ის მეტწილად პირდაპირ აკოპირებს მეტწილად ხანდახან ისინიც არა რუსეთის შერაღებული ძალების განცხადებებს, თუმცა ყოველ შემთხვევაში მე განსახილულად ორივე რუკას გთავაზობთ ხოლმე, აქვე დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, რამდენად საინტერესოა თქვენთვის იგივე ვთქვათ Slivochny Kaprizh-ის რუკების, ანუ რუსული რუკების ნახვა და ხომ არ გადავიდე მხოლოდ Deep State-ზე, თუ ისევ გავაგრძელო პერიოდულად აი ამ ორი რუკის შედარება, დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამაზე. და ახლა გადავიდეთ ეგრეთ წოდებულ Dobropilies მონაკვეთზე, ვნახოთ იქ რა ხდება და ისევ რუკაზე შევხედოთ ფრონტის დანარჩენ მონაკვეთებს. დანარჩენ ფრონტს რაც შეეხება, ჩავიდეთ ასე ვთქვათ უფრო სიღრმეში, შედარებით სადაც არის სიახლეები, ასე ვთქვათ, ეს არის იგივე Dobropilies გარღვევა, აქაც როგორც ხედავთ, აი რამდენიმე დღეზე უკან თუ გადავალთ, ხედავთ, რომ უკრაინელები ახერხებენ ამ Dobropilies გარღვევისზე კონტროლის სულ უფრო და უფრო დიდ ტერიტორიაზე აღებას. აქ არაფერი სერიოზული ცვლილება, ასე ვთქვათ, არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ ცდილობები, რუსების ცდილობები, რომ Sofivka გაიკონტროლებინათ, უშედეგო არის, რადგან Sofivkas ჯერ ისე უკრაინული შერაღებული ძალები აკონტროლებენ. შეგახსენებთ, რომ ამის მიზანი არის სწორედ კიდან მომავალი აი ამ გზის გადაჭრა, რადგან ვერ მოახერხონ უკრაინელებმა შახოვეს და Volodymyr-კაის მიმართულებით ძალების კონცენტრაცია, რადგან აი ამ მაგისტრალზე ხდება, ამ მაგისტრალით ხდება, ასე ვთქვათ, უკრაინული ძალების დამატება იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს Dobropilies მონაკვეთზე კიდევ ერთი დიდი რუსული დაჯგუფების ალყაში მოქცევა, აი აქ ამაზე არის საუბარი. ჩვენ ხედავთ, რომ კოჩევიართან მიმართებაში სულ უფრო მცირდება რუსების ყოფნა, ასევე კიდევ გვაქვს მეორე აი ესეთი ალყის მაგვარი, თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ იგივე Deep State-ის რუკის მიხედვით, აი ეს შეიძლება ჩაითვალოს ალყად, რადგან თქვენ ხედავთ, რომ გარშემო აი აქ არის მწვანე ზონა, აი ამ ადგილას, ნაცრისფერი ზონები შეგახსენებთ, რომ არის ის, რაც არ კონტროლდება არავისგან და მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, შესაბამისად, როდესაც საუბარია აი ამ მონაკვეთზე, აქ ვერ ჩავთვლით, რომ რუსები სრულ ალყაში არიან, რადგან აი აქ რა ხდება, არავინ არ იცის. აქ არის ასე ვთქვათ უკონტროლო ზონა, სადაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, FPV დრონებით ერთმანეთის მიმართ პოზიციებზე დარტყმა, შესაბამისად, აი ამ დაჯგუფებას ალყაში ვერ მოვიაზრებთ და სწორედ ამიტომ ახლა ამ მიმართულებაზე უკრაინელები კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ცდილობენ, რომ აი აქ და აი აქ გადაჭრან
აი ეს საოკუპაციო ხაზი და ეს დაჯგუფება მოაქციონ ალყაში, ხოლო რუსები თავის მხრივ ცდილობენ გავიდნენ სოფიევკაზე, გავიდნენ შახოვოზე იმისთვის, რომ აი ეს მაგისტრალი, ასე ვთქვათ, გადაჭრან და ვერ მოახერხონ უკრაინელებმა დამატებითი ძალების მიღება. კონსტანტინოვკა არის კიდევ დიდი ხანია, ასე ვთქვათ, ყურადღების ცენტრში, ხედვა შეუცვლი რომ უკეთესი აღქმა იყოს. აი ეს არის დასახლება თვითონ კონსტანტინოვკა, იმ აგლომერაციის ერთ-ერთი ქალაქი და ჩვენ ვიცით რომ დიდი ხანია აი აქ, აი ამ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებულ სააგარაკე ნაწილში რუსები იმყოფებიან, აქედან შეუძლიათ ასევე მიწვდნენ FPV დრონებით ქალაქის შესასვლელს, თუმცა სწორედ იმიტომ რომ როგორც Deep State-ის რუკაზე არის აღნიშნული, ჯერ ეს ყველაფერი ნაცრისფერ ზონაში არის, საბრძოლო მოქმედებები ქალაქთან გადასული არ არის. მოკლედ კონსტანტინოვკაც ამ ეტაპზე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ უკრაინა არის ზოგადად, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები ქალაქში ჯერ არ მიმდინარეობს და ახლა გადავინაცვლოთ ისევ ჩრდილოეთით და ვნახოთ რა ხდება ამ მიმართულებაზე. კუპიანსკი აგვისტოს შემდეგ ვიცით რომ ცდილობენ ამ აგვისტოსკენ ბოლოსკენ მიადგნენ კუპიანსკს და აქ პრაქტიკულად უცვლელი არის მდგომარეობა, ისევ იგივე ვითარება არის, არანაირი წინსვლა. მიმდინარეობს ბრძოლები ქალაქის ცენტრზე კონტროლისთვის, როგორც ხედავთ რუსებს ქალაქის 2/3 ასე ვთქვათ დაკავებული აქვთ და აი აქ მიმდინარეობს ცენტრის საბოლოოდ კონტროლის მოპოვების მცდელობა და შემდეგ უკვე მთელ ქალაქზე გასვლა. რა თქმა უნდა, კიდევ საინტერესო არის ზაპოროჟიეს მიმართულება, იმდენადაც ჩვენ ვიცით რომ ქალაქ ზაპოროჟიეს აღება რუსებმა ახალ მიზნად დაისახეს და ჩვენ აქ რას ვხედავთ, მოდი პირდაპირ რუკას დავხედოთ, რამე სერიოზული ცვლილება თუ არის, ხედავთ რომ 18 ოქტომბრის მონაცემები არის, როგორი არის პოზიციები და გადავიდეთ უკან. და თქვენ ხედავთ რომ არაფერი არ იცვლება, უკვე აი ერთ-ერთი ცვლილება არის 22-დან 24 სექტემბრის პერიოდში და ისიც აი აქ, აი ამ მონაკვეთს დააკვირდით, ეხლა მოვნიშნავ, თუ კი ვერ შეამჩნიეთ პლავნის მიმართულებით, აი ეს არის, აი ამ მონაკვეთს დააკვირდით და აი ეს სერიოდენი ცვლილება არის. მოკლედ რომ ვთქვათ, ფრონტი პრაქტიკულად გაყინულია და რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო დაიკლებს ინტენსივობა და ამაზე წინა ეპიზოდებში ვსაუბრობდი, ინტენსივობა იკლებს იმდენად, რამდენადაც ქრება მწვანე საფარი, აცივდება უკრაინაში, ასევე წვიმების და ნისლის სეზონი დადგება, შესაბამისად იქ საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა იკლებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სარაკეტო დარტყმები არ გაგრძელდება. დღეისთვის სულ ეს იყო, ასეთი გამოვიდა დღევანდელი ეპიზოდი. გთხოვთ დალაიქეთ ვიდეო, თუ არ დაგილაიქებიათ, ასევე იაქტიურეთ კომენტარებში, ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ გამოიწეროთ არხი, ეს დამეხმარება არხის გაზრდაში, ასევე შეგახსენებთ, რომ არხზე მიმდინარეობს დონაცია და ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ აღწერაში წერია ანგარიშის ცნობები და ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა მნიშვნელოვანი არის, თქვენ კი ვინც დონაციას უკვე ეწევით, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. დღეისთვის სულ ეს იყო, ნახვამდის დროებით მომავალ შეხვედრაზე.